ნამცხრები რომ განსაკუთრებულად მიყვარს, ალბათ ბევრმა იცით. ხო და ჩემი ბავშვობის სიყვარულის ფხვიერი და ხრაშუნა სნიკერსის რეცეპტი უნდა გაგიზიაროთ. კვერცხის გულები გათეთრებამდე უნდა გავთქვიფოთ შაქართან და ვანილთან ერთად. დავუმატოთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, სოდა ძმრით, დავაცრათ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი, რომელსაც დავაყოვრებთ მოცივარში ნახევარი საათი. ამასობაში მოვამზადოთ ბეზე, კვერცხის ცილა მოვიყვანოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ ლიმონმჟავა და სახამებელი. აი ესე ლამაზად გადავანაწილოთ და გამოვაცხოთ 160 გრადუსზე 30-40 წუთით. დასვენებული ცომი გავაბრტყელოთ, ჩანგლით დავჩხვლიტოთ და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. კრემისთვის ვიყენებთ ოთახის ტემპერატურის ინგრედიენტებს, კარაქი გათეთრებამდე უნდა გავთქვიფოთ და დავუმატოთ როგორც მოხარშული, ასევე მოუხარშავი შესქელებული რძე. ფხვიერ ფენას ცოტაოდენი კრემი უნდა გადაუსვოთ, რომ კარგად დაფიქსირდეს ბეზე, შუაში კი ბლომად კრემს და მოხალულ მიწისთხილს ვიყენებთ. ავაწყოთ ჩვენი ნამცხვარი და ზემოდან მოვასხათ გამდნარი შოკოლადი. მე ნახევარი პორცია მოვამზადე, სრული რეცეპტი კი ვიდეოს აღწერაში დაგხვდებათ.